გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. ჯანგო იგივე მარიამ ჯანჯღავა სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას აზიარებს. ფრანცისკო ასე ჰქვია ახალ სიმღერას და როგორც Billboard საქართველოს მუსიკოსმა უთხრა, ეს არის გაზაფხულის სიყვარულის ჰიმნი. ფრანცისკო ჯანგო მუსიკოს მეგობარ დევონთან ერთად გააკეთა. სიმღერის ავტორი თავად მარიამ ჯანჯღავაა. ჯანგო ასევე ალბომს აანონსებს, რომლის პირველ ტრეკს მაისის ბოლოს მოვისმენთ. იქამდე კი შეაფასეთ სიმღერა ფრანცისკო. 9 მაისს სევდალიზამ ახალი სიმღერა ჰეროინა დაარელიზა, რომელიც არგენტინელ მუსიკოს ლაჰოქისთან თანამშრომლობით შეიქმნა. ჰეროინა განსაკუთრებულია იმითაც, რომ სიმღერის კლიპი ნაწილობრივ საქართველოში, თბილისშია გადაღებული და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი ნაწილი ქართულ პროფესიონალთა გუნდით არის დაკომპლექტებული. კლიპზე Shelter Film-მა იმუშავა, რომლის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი წარმომავლობით ქართველი ალბერტ ზურაშვილია დარკო სკულსკისთან ერთად. მათვე ეკუთვნით A$AP Rocky-ის გახმაურებული კლიპი Taylor Swift. სევდალიზას თქმით, ჰეროინა ეძღვნება ყველას, ვინც ლახავს საზღვრებს და ბინარულ ჩარჩოებს ცდება. სიმღერა სევდალიზას ერთგვარი ალტერ ეგოა, დაუმორჩილებლობის მანიფესტი და პატრიარქატის წინააღმდეგ გაჟღერებული გზავნილი, სადაც არტისტების ხმა თვით გამოხატვისა და კოლექტიური სოლიდარობის ნიშნად ჟღერს. მადონას ფანები უკვე წლებია პოპის დედოფალზე გადაღებულ ფილმს ელიან. ახალი ინფორმაციის თანახმად, კი საბოლოოდ ისინი მას იხილავენ. გავრცელებული ცნობებით, მადონა Deadpool and Wolverine-ის პროდიუსერ შონ ლევისთან თანამშრომლობს საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე Netflix-ის სატელევიზიო სერიალის გადასაღებად. ლევის კომპანია 21 Labs ამჟამად Netflix-თან ექსკლუზიურ შეთანხმებას ფლობს. საკუთარი ისტორიის სატელევიზიო სერიალად ქცევის იდეა კი მადონას გასული წლის ნოემბერში გაუჩნდა. როგორც მაშინ მომღერალი ამბობდა, პროდიუსერები და აგენტები არ წმნებდნენ, რომ ვერ შეძლებდა ისეთი ფილმის გადაღებას, როგორიც მას სურდა. შეამცირა მასშტაბები, მეუბნებოდნენ ისინი და მეც გავიაზრე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გამოწვევაა. დაწერა მომღერალმა პოსტში, სადაც ფანებს ეკითხებოდა თუ რა ფორმით ერჩივნათ მისი ამბის ეკრანზე ხილვა, ფილმის თუ სერიალის სახით. ჯგუფმა Killage-ის და სტეფანე მღებრიშვილმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნეს. გიჟივით გენდოვი, ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 12 მაისს გამოჩნდა. ვიდეოში გამოყენებულია შემსრულებლების 3D სკანირებული ვიზუალები, რომლებიც ვიდეო ჩანაწერებიდან აღებული მოძრავი კადრების მეშვეობით გაცოცხლდა და შემდეგ AI-ის გამოყენებით დამუშავდა. კლიპის პროდიუსერი საპე შენგელია. ვიდეოზე სტუდია Reflect-მა იმუშავა. კლიპის შემქმნელების თქმით, საბოლოო შედეგი სრულად ციფრულია, თუმცა ადამიანურ ემოციასა და მუსიკის ენერგიას სინქრონში გადმოსცემს. რაც შეეხება თავად სიმღერას, ეს Killage-ისა და სტეფანე მღებრიშვილის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. როგორც ჯგუფის წევრი გუგა მაჭარაშვილი Billboard Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. კლიპის და სიმღერის ისტორიას უფრო ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/ზე გაიცნობით. 10 მაისს CMR-ში აუდიტორიის წინაშე თბილისი Newcomers 2025-ის ფინალში გასული შემსრულებლები წარდნენ. გამარჯვებული კი მეტალ ბენდი SIF გახდა. ჯგუფი წელს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თბილისი Open Air-ის სცენაზე გამოვა. თბილისი Newcomers უკვე წლებია ქართული მუსიკალური სცენის გაძლიერებასა და ახალი ტალანტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. პროექტი ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. გამარჯვებული კი ტრადიციულად თბილისი Open Air-ის სცენაზე წარდგება, რაც ბენდისთვის ახალი გზის დასაწყისია. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა ჟანრის ცოცხალი მუსიკა მოესმინა. ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება კი SIF-ის გამოსვლამ დაიმსახურა, რომლის ენერგიულმა შესრულებამ და გამორჩეულმა ჟღერადობამ ბენდს გამარჯვება მოუტანა. თბილისი Open Air წელს სპეციალური გამოშვებით 24-25 მაისს ჩვეულ ადგილას Lizzy Wonderland-ის სივრცეში ბრუნდება. ნინი ნუცუბიძემ და ნიკა კოიმ ნიკა მაჩაიძემ ახალი ერთობლივი ტრეკი სახელწოდებით Sci-Fi Tragedy გამოუშვეს. ნამუშევარი მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე 12 მაისს გამოქვეყნდა. Sci-Fi Tragedy ნინის და ნიკა კოის პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია. ტრეკის პროდიუსერი და კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძეა, ხოლო ტექსტი ნინი ნუცუბიძეს ეკუთვნის. ნამუშევარში ასევე გამოყენებულია გოგი ცაბაძის კომპოზიცია მე ხომ შენი ლანდი ვარ. თქვენ კი ამ ტრეკს შეგიძლიათ ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე მოусმინოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/ზე შეგიძლიათ გაიცნოთ. ასევე არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით ორი კვირით. ნახვამდის.